შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ წუთებში სპეციალური ბრიფინგი იწყება კურიერის ინფორმაციით გაკეთდება განცხადება ბოლო დღეებში გახმაურებულ ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირდაპირ ეთერში ვთავთ. მოგესალმებით. 2015 წლის 4 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროდან შემოვიდა მასალები. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში 2013-2014 წლებში თანხების შესაძლო მითვისების ფაქტთან დაკავშირებით. რის საფუძველზეც იმავე დღეს დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მეორე ნაწილის D და მესამე ნაწილის B ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლის 21 დეკემბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე თამარ ხოველიშვილი შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში მუშაობდა ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელ თანამდებობებზე, მათ შორის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე და განკარგავდა კომპანიის თანხებს. მასვე ჰქონდა ორგანიზაციის ყველა ანგარიშზე სრული წვდომა. 2013 წლის დასაწყისში თამარ ხოველიშვილმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განიზრახა შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართსაწინააღმდეგოდ მითვისება. მან დანაშაულებრივი განზრახვა გაანდო მეუღლეს ზურაბ ნუცუბიძეს, რომელთან ერთადაც ჩამოაყალიბა ორგანიზებული ჯგუფი. ისინი შეთანხმდნენ, რომ თანხის მისათვისებლად სხვადასხვა პერიოდში გამოიყენებდნენ როგორც თამარ ხოველიშვილის სახელზე გახსნილ პირად ანგარიშს, ასევე ზურაბ ნუცუბიძის მიერ ფორმალურად მესამე პირებზე დარეგისტრირებული ორგანიზაციებისა და მისსავე სახელზე დარეგისტრირებული ფირმის ანგარიშებს, რომლებზეც წყალმომარაგების კომპანიის ანგარიშიდან უკანონოდ გადაირიცხებოდა დიდი ოდენობით თანხები. თამარ ხოველიშვილმა და ზურაბ ნუცუბიძემ განზრახვის შესაბამისად 2013 წლის 31 მარტიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ანგარიშიდან ზემოთ მითითებულ მათ კონტროლირებად ანგარიშებზე თითქოს და წყალმომარაგების კომპანიისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ საერთო ჯამში 2.227.887 ლარი უკანონოდ გადარიცხეს და მიითვისეს. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ 2013-2014 წლების პერიოდში თამარ ხოველიშვილმა და ზურაბ ნუცუბიძემ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხები შეიძინეს ორი ძვირადღირებული ავტომანქანა და ბინა, რომელიც გამოძიებამ დააყადაღა. 2015 წლის 13 თებერვალს ზურაბ ნუცუბიძე დააკავეს. 2015 წლის 15 თებერვალს მას წარედგინა ბრალდება, ხოლო თამარ ხოველიშვილს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მეორე ნაწილის D ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის A და B ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გამოძიების მიერ მიღებულია ყველა შესაძლო ზომა თამარ ხოველიშვილის ადგილსამყოფელის დასადგენად, ასევე გამოძიება გრძელდება დანაშაულის სხვა შესაძლო თანამონაწილე პირთა გამოსავლენად. მადლობთ. ეს იყო პირდაპირ ჩართვა შინაგან საქმეთა სამინისტროდან.